ამ წლის ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც MMA-ის გულშემატკივრები უკვე წლებია ელოდებიან და ეს ბრძოლა შედგება 17 აგვისტოს გამთენიისას. ერთმანეთს შეხვდებიან დრიკუს დუპლესი, მოქმედი ჩემპიონი 84 კილოგრამში, დაეჯახება ჰამზატ ჩიმაევს, რომელსაც მარცხით თავის კარიერაში არასდროს არ უნახია. ამ გადაცემაში ვნახავთ ამ მებრძოლების ყველა ჩხუბს, გავიგებთ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს და რა თქმა უნდა, მოვისმენთ ცნობილი მებრძოლების პროგნოზებს და მერე განაჩენს ჩვენს გამოვიტანთ. იქამდე კიდევ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ გადაგიხადოთ სულ ყველას მადლობა ჩემ მაყურებლებს, რომლებიც აქტიურობთ კომენტარებში, ვინაიდან რომ არა თქვენ, მე ამ არხს ნამდვილად არ შევქმნიდი. ამ ვიდეოს მერე ჩემს არხზე აუცილებლად ნახეთ ორი ვიდეო, ერთი დრიკუს დუპლესის ისტორია, მეორე ჰამზატ ჩიმაევს ისტორია, იმიტომ რომ მან ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი, ინტრიგები, თავისი ისტორიები, როგორ იწყებდნენ კარიერას და ყველა ბრძოლა. ამ გადაცემაში იქნება მარტო ამ ორი მებრძოლის UFC-ში ბრძოლები. მოკლედ დუპლესი და ჩიმაევი UFC-ში ერთდროულად გამოჩნდნენ 2020 წელს გაგანია პანდემიის დროს და პირველი ოქტაგონში 84 კილოგრამში შევარდა ჩიმაევი, რომელიც შეხვდა ჯონ ფილიპს. თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ის ორგანიზაციაში ჩიმაევი იყო ცოფიანივით. საერთო ჯამში ბრძოლა 6 წუთს და 12 წამს გრძელდებოდა. საიდანაც 4 წუთი და 50 წამი ჩეჩენი პარტერში დომინირებდა, სადაც დარტყმების სერიით ანადგურებდა ოპონენტს. ამ შეხვედრაში მან ფილს 118 დარტყმა გაუტარა და ბოლოს მეორე რაუნდში დაარჩა. The way he fights and the way he trains, I get likelihood for Chimaev round 2 next. Okay, 3-2, John Phillips 1. Perhaps Just said, are you happy? Is that yeah, I'm delirious? last to weigh in and only had Gosh, Joe, wait for it. That's it, Mike. Got it. There's the That's shot. it. Hamzat Chimaev by submission. Hamzat for Chimaev. ჩიმაევმა ამ გამარჯვების მერე იქვე ოქტაგონში მოითხოვა შემდეგი ბრძოლა და UFC-ის ბოსმა დანა უაიტმა არცაცია და არცაცხელა და მისცა მას ბრძოლა, ოღონდ 84 კილოგრამში არა, 77 კილოგრამში და ეს ბრძოლა უნდა შემდგარიყო ზუსტად 10 დღეში, ესე მოკლე მონაკვეთში და ჩიმაევმა მიიღო, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლაც დაიკლო, გამოუვიდა დაკლება წონის და შეხვდა შემდეგ თავის ოპონენტს ზუსტად 10 დღეში. ეს იყო UFC-ის რეკორდი. 2020 წლის 26 ივნისს ბორზი 77 კილოგრამში შეხვდა რის მაკის. ჩიმაევმა 3 წუთში გააფარჩაკა თავისი მეტოქე. ეს იყო ცალმხრივი დომინაცია. მესამე წუთზე მსაჯმა გააჩერა ჩეჩენი მებრძოლი და ასე 10 დღეში მან ორწონით კატეგორიაში 2 მებრძოლი გაანადგურა. ორ თვეში ჩიმაევი ჯერარდ მერშარდს ხვდება და უსაშინლესი ნოკაუტით 17 წამში იგებს ამ შეხვედრას. ამავე წელს ჰამზატის შემდეგ დრიკუს დუპლესი გამოჩნდა UFC-ის ორგანიზაციაში. სანამ აქ მოხდებოდა, აფრიკელმა პროფესიონალებში 14 ბრძოლა მოიგო და ყველა ფინიშით. ძირითადად მახრჩობელით იგებდა, თუმცა მას 2 მარცხი ჰქონდა კარიერაში. ჩიმაევი კი UFC-ში როდესაც მოხვდა, იყო დაუმარცხებელი, 6 ზედიზედ გამარჯვება და ყველა ფინიშით. ძირითადად ნოკაუტებით იგებდა. დუპლესი პანდემიის გამო ვეღარ გადიოდა ტურნირებზე და სწორედ ამ დროს გამოჩნდა UFC, რომელმაც მას შესთავაზა კონტრაქტი და ბრძოლა ბრაზილიელ მარკუს პერესთან, რომელიც იყო LFA-ის ყოფილი ჩემპიონი. მართალია სტერდაუნზე ბრაზილიელი ჯოკერი ეფექტურად გამოიყურებოდა, საქმეზე კი ყველაფერი სხვანაირად დასრულდა. ამ რაუნდის პირველივე ნახევარში მებრძოლები იყვნენ დაკავებულები ერთმანეთის ფეხების დაცხრილვით და აი მეორე ნახევრიდან წავიდა ჩეხაობა, სადაც დუპლესი ბევრად უკეთესი იყო და თავისი დებიუტი UFC-ში მან დაასრულა ეფექტური ნოკაუტით. He was signed to another organization.
შემდეგი ჩიმაევის მეტოქე უნდა ყოფილიყო ლეონ ედვარდსი, მაგრამ ისე მოხდა რომ ჯერ ედვარდსი გახდა ავად, მერე ჩიმაევმა აიკიდა კორონა და ეს ბრძოლა ჩაიშალა, მაგრამ ბორზი ძალიან ცუდად გახდა რა, ისე ცუდად გახდა და ისე დაიზიანა ფილტვები, რომ თავიდან ეგონათ რომ საერთოდ კიბოა, მერე ანებებდა ამ კარიერას თავს და მოკლედ აქედან გამომდინარე უმეტესობა ფიქრობს რომ დაზიანებული ფილტვებით ჩიმაევი მე-4-მე-5 რაუნდებში ვერ იბრძოლებს. მოკლედ ჩიმაევმა თავისი ჯანმრთელობა მოაწესრიგა და შემოვარდა ოქტაგონში ალი ჯინლიანგის წინააღმდეგ, რომელიც პირველივე რაუნდში აი შეჭამა და გაანადგურა. Undefeated Hamza Borz Chimaev! ბორზმა თავისი მეტოქე გაანადგურა. მან ის ჯერ ხელში აიყვანა, შემოატარა მთელი ოქტაგონი და დანა უაიტს წინ დაუხეთქა, სადაც ჯერ ბრუტალურად დალეცა და ბოლოს მახრჩობელით დააძინა. These are big shots by Chimaev. Oh, he's not doing that. Under the chin here. It's over. That is it. 10-0. The hype is real. Hamza Chimaev remarkably does it again. My switching. Chimaev! ამასობაში დრიკუს დუპლესი მიიღო ჯიუ-ჯიტსუს ტურნირში მონაწილეობა და ერთმანეთის მიყოლებით თვალსწრაფი 7 ზედიზედ მებრძოლი დაასაბინდა და 7-ვე მებრძოლი იყო გრეისის სკოლის წარმომადგენლები და აი ამის მერე ის შევარდა ოქტაგონში. დუპლესი ხვდება ბევრად გამოცდილ ტრევილ ჯეილს. ეს მებრძოლი 3 ზედიზედ შეხვედრით მოდიოდა UFC-ში, სადაც მან მოახერხა მსაჯების გადაწყვეტილებით რომან დოლიძესთან გამარჯვება. პირველ რაუნდში ტრევინი ვერც კი წარმოიდგენდა რომ ის ჩხუბობდა UFC-ს მომავალ ჩემპიონთან, ამიტომ ის საერთოდ არ ნერვიულობდა და ჩხუბობდა ჩამოშვებული ხელებით. მაგრამ რაუნდის ბოლოს, როდესაც დრიკუსმა ის გადაიყვანა მიწაზე, მიხვდა რომ მის წინაშე ძალიან ძლიერი მეტოქე იდგა. მეორე რაუნდში ჯეისმა ნახტომში მუხლით დაიწყო, მაგრამ ერთ-ერთ ცვლაში დრიკუსმა ის დაიჭირა და ერთი პირდაპირი დარტყმით გაუშვა ის ღრმა ძლიში და გაიფორმა თავისი მეორე ეფექტური ნოკაუტი UFC-ში. Up towards your head. Oh, there's a good shot. It's officially on the mat now. 2022 წლის ზაფხულში გავიდა ოქტაგონზე ბრეტ ტავარესის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი სამივე რაუნდს გრძელდებოდა, სადაც ვერ ვნახავდით ჭიდაობას. მებრძოლები დგომში ჩეხაობდნენ იქამდე, სანამ ჰავაელი არ დაიღალა და აიმერე ჩეხაობდა მარტო დუპლესი. ის ბევრად უკეთესი იყო ცვლაში, გაასისხლიანა თავისი მეტოქე და პირველად თავის კარიერაში გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით. დუპლესიმ პირველად ცხოვრებაში მოიგო თავისი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით და მაგას მიბაძა ჩიმაევმაც და იგივე გააკეთა მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ბორზმა თავისი ბრძოლა, ის შეხვდა გილბერტ ბონს, მაგრამ ეს იყო აი ყველაზე რთული ბრძოლა ბორზის კარიერაში და ბონსმა აი მოკლედ მაგისი ჭიდაობა გააბახა. -525 depending favor that close against. ბორზი პირველივე წამებზე ეცა ბრაზილიას ტეიქდაუნის მცდელობით, მაგრამ კლინჩში გაიჭედა. თუმცა ბოლოს მაინც გადაიყვანა ის მიწაზე, მაგრამ დიდხანს ვერ აკონტროლებდა იქ. რეფერიმ ბრძოლა დგომში დააბრუნა და მებრძოლებმა დასწეს ერთმანეთს. ეს ბრუტალური და თანაბარი ჩეხაობა იყო, სადაც ორივე სპორტსმენი დამაზიანებლად ჩხუბობდა. ბერნსმა ერთი მომენტი დარტყმის წააქცია ჩეჩენი, მაგრამ რაუნდის ბოლოს ბორზმა მარჯვენა ჯებით მოცელა ბრაზილიელი და ჩაყვა პარტერში. თავისი უსაშინლესი გრანდენ პაუნდით. ეს რაუნდი ჩიმაევმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი ბერნსმა დაიწყო ტეიქდაუნის მცდელობით, რის შემდეგ მებრძოლებმა გააგზელეს ჩეხაობა. ბორზი კარგად მუშაობდა ფეხებით და ჯებებით, ბრაზილიელი კი კონტრზე ძალიან დამაზიანებლად ფეთქდებოდა. ერთი მომენტი ბერნსმა დაარეტიანა ჰამზატი და მიყვა მას დარტყმების კომბინაციით. ამ რაუნდში ჩიმაევი ჩანდა რომ დაღლილია, კი ის ზოგჯერ ახერხებდა მიზანში მოხვედრას, მაგრამ ბრაზილიელი ბევრად ზუსტი იყო და ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. The guy's toughness at this point. Nice stance. Good hammer fist from Gilbert off the Gilbert. back. So this fight right now, He's throwing it like barely even moved from Hamza.
სპორტსმენებმა მესამე რაუნდში ნამდვილი სისხლიანი ომი მოაწყვეს. როგორც ჩანს, ბონსი მეორე რაუნდში მთლიანად დაიხარჯა ფინიშის მცდელობით და ამ ბრძოლის მონაკვეთში ის შედარებით დაღლილად გამოიყურებოდა. ბრაზილიელმა ერთი მომენტი ჩიმაევის წაქცევა განიზრახა, მაგრამ არ გამოუვიდა და მებრძოლებმა გააგრძელეს რაუნდის ბოლომდე ერთმანეთის დალეწვა დგომში. ეს იყო უდაოდ სანახაობრივი და ბრუტალური ჩეხაობა, რის გამოც ორივე სპორტსმენმა ბონუსი მიიღო. საერთო ჯამში მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ პირველი და მესამე რაუნდი ჩიმაევის იყო და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. Chimaev beats it though, moves forward, attacks again. Pretty good. A fight. Chimaev and Gilbert Goldberg. ამ შეხვედრაში ვნახეთ, რომ ჩიმაევი მეორე რაუნდში დაიღალა და აი მესამე რაუნდში მოფერიანდა და უფრო უკეთესად ბრძოლობდა და მეც ვეთანხმები მსაჯებს, ეს ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, სადაც მცირედით უკეთესი იყო ჩიმაევი, მაგრამ აი მეორე რაუნდში ბრონსმა აი მართლა გადაუარა ბორს. ამასობაში დუპლესისაც წინარელოდა მსუბუქი გასეირნება, ის შეხვდა დარენ თილს, რომელთანაც გაუჭირდა ბრძოლა, მაგრამ თლათისი არა როგორც ჩიმაევს, მან ეს ბრძოლა მაინც ფინიშამდე მიიყვანა. Middleweight division. The Gorilla. 2022 წლის 11 დეკემბერს UFC-ს ოქტაგონზე ერთმანეთს შეხვდნენ დრიკუს დუპლესი და დარენ თილი. აფრიკელმა პირველივე წამებში არჩია პარტერში ბრძოლა. მან გადაიყვანა თილი ქვედა სართულზე და დაუშვა. დრიკუსმა თავის მოწინააღმდეგეს ამ პოზიციაში 60 რკმამდე გაუტარა თავში. დარენს მართლა ძალიან გამძლე თავი ჰქონია. მერე აფრიკელმა ის შემოატრიალა და დაუშვა მეორე მხრიდან. ეს იყო ტოტალური დომინაცია. და რომ არა დარენის ასეთი გამძლეობა, ეს ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდებოდა ნოკაუტით. ამდენი ცემის მერე დუპლესიმ ოპონენტის გაგუდვას ცდილობდა, მაგრამ რაუნდის ბოლო წამებზე დაღეჭილ ბრიტანელმა ყველასათვის მოულოდნელად გამოძრომა შეძლო და შემოატრიალა ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ. ეს იყო უდაოდ ძალიან სანახაობრივი რაუნდი. Jab by Duplessis settles things for a moment. Big shot by Darren. Oh, Darren Till. See. What a start. მეორე რაუნდის პირველი 2 წუთი ბრიტანელი უფრო აქტიური იყო. დრიკუსმა ის მიწაზე გადაიყვანა, მაგრამ დარენი გამოძრა და მებრძოლებმა შეხვედრა დგომში ჩეხაობით გააგრძელეს. ეს იყო ნამდვილად თანაბარი შეხვედრა, თუმცა ბოლო წუთებზე დუპლესიმ წააქცია თავისი მეტოქე და ამის მეშვეობით მან ამ ბრძოლის მონაკვეთი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდის პირველ ნახევარში სპორტსმენებმა დგომში ბრძოლა არჩიეს, სადაც ორივე აქტიური იყო და ორივეს ჰქონდა კარგი მომენტები. დარენ თილი მართლა დასაფასებელი მებრძოლი არის, ასეთი დომინაციის მერე პირველ რაუნდში ის არ დანებდა და თანაბრად ჩხუბობდა ბოლომდე. მაგრამ მესამე წუთის ბოლოს აფრიკელმა მაინც მოახერხა ბრიტანელის ზურგიდან აყვანა და თავისი საფირმო მახრჩობელით გაიმარჯვა. Going on the UFC and coming to the top 10 next week. ჩიმაევის შემდეგი ოპონენტი იყო ნეით დიასი და ამ მებრძოლებმა დიდი ომი მოაწყეს პრესკონფერენციაზე. ისეთ დღეში იყვნენ დასცხეს ერთმანეთს აგინებდნენ და პრესკონფერენცია საერთოდ ჯამში ჩაიშალა და ბოლოს საერთოდ ჩიმაევმა წონაც კი ვერ ჩააბარა და საერთოდ გაუქმდა ეს ბრძოლა და ჩიმაევს ახვედრებენ კევინ ჰოლანდს, რომელიც აი 2 წუთში შეჭამა და გაანადგურა ბორზმა. 2022 წლის 11 სექტემბერს ჰამზატი კევინ ჰოლანდს ხვდება. ჩიმაევმა ის პირველივე წამებზე გადაიყვანა მიწაზე და დაიწყო მისი დაღეჭვა პარტერში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს დომინაცია 2 წუთს გრძელდებოდა, რის მერეც ბორზმა გაგუდა თავისი მსხვერპლი. He might tap. It looks like his right hand was breaking his tap. Chimaev disposes of Kevin Holland. სანამ 2023 წელს ჩიმაევს მორიგ მეტოქეს შეურჩევდნენ, დუპლესიმ 2 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და მოიპოვა სატიტულო შეხვედრის უფლება. 2023 წელი დრიკუსმა დაიწყო დარეკ ბრანსონთან ბრძოლით. ბრანსონმა პირველივე წამებზე გადაიყვანა ჩვენი გადაცემის გმირი მიწაზე, სადაც მას 1 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა და მერე განიძრახა მისი დახრჩობა. დარჩენილ ბოლო წუთზე ყველასათვის მოულოდნელად ბრანსონი დგომში საკმაოდ დამაზიანებლად უტევს დრიკუსს. გადაყავს ის მიწაზე და ცდილობს მის გაგუდვას. ეს რაუნდი დასრულდა აშკარად დარეკ ბრანსონის სასარგებლოდ. Round 1. He's on a bad angle to try to finish him though.
მეორე რაუნდში ჩვენ ვერ ვნახეთ ჭიდაობა. ბრანსონი ამ ბრძოლის მონაკვეთში ჩანდა, რომ ძალიან დაღლილი იყო და ეს შეხვედრა თითქმის მთლიანად დგომში წარიმართა, სადაც დრიკუსი დომინირებდა და რაუნდის ბოლომდე ერთჯერადი აფეთქებებით სახე ააძრო თავის მეტოქეს. მართალია ეს შეხვედრა გონგამდე მიმდინარეობდა, მაგრამ დუპლესიმ ისე სცემა ბრანსონი, რომ მისი კუთხიდან გონგთან ერთად მწვრთნელებმა თეთრი ცხვრის ახოცი გადმოაგდეს ოქტაგონზე და შეხვედრა დასრულდა დრიკუს დუპლესის სასარგებლოდ. ამასობაში დუპლესიმ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა როგორც იქნა და თავის საუკეთესო ფორმაში გავიდა ბრძოლაზე ყოფილ UFC-ს ჩემპიონთან რობერტ ვიტიკერთან. მაგრამ იქამდე, როდესაც დუპლესის პრეს-კონფერენციაზე კითხვა დაუსვეს, ისრაელ ადესანიას არ მოეწონა მისი პასუხი და ესე დაიბადა ახალი პატარა კონფლიქტი. UFC-ში იყო 3 ჩემპიონი აფრიკიდან, თუ გახდები მეოთხე, როგორ ფიქრობ, პრომოუშენი იქ ტურნირს ჩაატარებს თუ არა? ამ ჩემპიონების არც ერთი კამარი არ ჩამოსულა აფრიკაში, ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგი ახალ ზელანდიაში. ასე რომ მე ვიქნები პირველი ჩემპიონი აფრიკიდან. ბიჭო, აი რა პონჩი დამიძახა არა აფრიკელი. მაგ დროს ვიტეკერი რეიტინგში იყო მეორე ნომერი. 9 წლის განმავლობაში 13 შეხვედრა მოიგო UFC-ში და ამ დროის განმავლობაში ის ჩემპიონიც გახდა და მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა ორივე ისრაელ ადესანიასთან სატიტულო ბრძოლაში. 2023 წლის ზაფხულს ვიტეკერი და დუპლესის შეხვდნენ ერთმანეთს საპრეტენდენტო ბრძოლით. რაუნდის პირველი ნახევარი სპორტსმენებმა დაზვერვაში გაატარეს, სადაც ერთმანეთს 1-2 კბილი მოუსინჯეს და ვიტეკერმა პირველმა ტეიქდაუნით გადაიყვანა აფრიკელი მიწაზე. თუმცა დუპლესიმ მალევე მოახერხა გამოძრომა და ბრძოლა გაგრძელდა დგომში. რაუნდის ბოლო წუთზე უკვე დრიკუსმა გადაიყვანა ავსტრალიელი ძირს და დაიწყო მისი დამუშავება იქამდე, სანამ არ გაისმა გონგის ხმა. ვიტეკერმა მეორე რაუნდი ძალიან ეფექტურად დაიწყო, თუმცა დუპლესიც მუშაობდა კონტრზე. ამ შერკინების პირველი 2 წუთი იყო თანაბარი და ლამაზი ჩხუბი და აი მესამე წუთიდან დუპლესიმ წააბორძიკა დარტყმით ავსტრალიელი და თავს დაესხა ეგრევე. სულ რაღაც 20-წამიანი დომინაცია და მსაჯმა გააჩერა შეხვედრა, დრიკუსი გახდა ნომერ 1 პრეტენდენტი ტიტულზე. გამარჯვების შემდეგ, სანამ აფრიკელი იღებდა მოლოცვებს დონალდ ტრამპისგან და დანა ვაითისგან, მომავალი სავარაუდო მისი მეტოქე მას თვალებით ჭამდა. სანამ დუპლესი როგანს უყვებოდა, რომ ვიტეკერი იყო მისი კუმირი და მას ოთახში რობერტის პოსტერის დღემდე უკიდია, ადესანიამ დანა ვაითს თხოვა ოქტაგონზე ასვლა და UFC-ს ბოსმა მას მისცა ამის საშუალება. This is my African brother right here. Let's go, nigga. What's up, bitch? Let's go, nigga. Yeah, nigga. What's up, nigga? Yeah, my African brother. What's up, nigga? I'm African, but I ain't no brother of yours, son. My nigga, let's go. You my nigga for real. დრიკუსთან შედარებით ხამზაც კიდევ ერთი ურთულესი ბრძოლა ელოდა კამარო უსმანთან, როგორც თვითონ მე ინტერვიუებში იტყვის, ეს ბრძოლა იყო მის კარიერაში ყველაზე რთული ბრძოლა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით ჩიმაიოს გილბერტ ბორნსთან ბევრად მაგრად გაუჭირდა ჩხუბი. ბორზ ისეთი დატენილი იყო, რომ გამოცხადების დროს იწევდა მეტოქისკენ. მან ეს შერკინება თავისი მშიერი მგლის გამოხედვით დაიწყო. პირველი ტეიქდაუნის მცდელობით ჩიმაევი დაიძრა. გარკვეული წვალების მერე მან მაინც მოახერხა უსმანის გადაყვანა მიწაზე და 3 წუთის განმავლობაში ის მას მიწაზე აჩაკუჩებდა და აკონტროლებდა. ერთ მომენტში კამარო ძლივს დგება ზედაკიდული ჩეჩენით, რომელიც ცდილობდა მის გაგუდოს, მაგრამ მალევე ეცემა. ბორზმა ამ ბრძოლის მონაკვეთში შანსი არ დაუტოვა თავის მეტოქეს. მან ეს რაუნდი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი მებრძოლებმა დგომში გაატარეს. ისინი 4 წუთის განმავლობაში ზვერავდნენ ერთმანეთს, 1000 ერთხელ დისტანციიდან თუ გაისროდნენ ერთჯერად დარტყმებს. ეს იყო ძალიან პასიური 4 წუთი და აი ბოლო წუთზე უსმანმა კარგი კომბინაცია გაუტარა ბორს. რის მერე ჩეჩენმა ის მიწაზე გადაიყვანა და რამოდენიმე წამი გონგამდე აკონტროლა. ამ რაუნდის შეფასება ძნელია, თუმცა მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ამ ბრძოლის მონაკვეთში კამარო მცირედით უკეთესი იყო. მესამე რაუნდში ბორზი ტეიქდაუნით დაიძრა, მაგრამ კამარო ახერხებს გაქცევას. სპორტსმენებმა ოქტაგონის სცენში დასხეს ერთმანეთს, სადაც უსმანი ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა. თუმცა ბორზმა შუა რაუნდში მაინც გადაიყვანა კამარო მიწაზე და თითქმის ბოლო წამებამდე აკონტროლებდა. სწორედ ამ ქმედებამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ამ შეხვედრაში ორ მსაჯმა გამარჯვება ჩიმაევს მისცა, ერთმა კი ფრე დაწერა. როგორც შედეგი, ბორზმა მორიგი გამარჯვება გაიფორმა. I don't think it's going to happen, John. No, Chimaev. That was your escape. Oh, bring that down.
სანამ ჩიმაევი მორიგ ბრძოლას მიიღებდა, დრიკუსმა მოახერხა UFC-ის ჩემპიონობაც და ერთხელაც ქამარი დაიცვა. მაგ მომენტისათვის დივიზიონის ჩემპიონი იყო შონ სტრიკლენდი და სწორედ მას წაართვა ჩვენი გადაცემის გმირმა ქამარი და მერე ადესანიასთან ერთხელაც დაიცვა ის. 2024 წლის 21 იანვარს დუპლესი ოქტაგონზე იდგა სატიტულო ბრძოლით მოქმედ ჩემპიონთან. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 5-ვე რაუნდი. მებრძოლებმა ძირითადად მთელი დრო დგომში გაატარეს ქაოტური ჩეხაობით. დუპლესი მეოთხე რაუნდში ცოტა ჭიდაობად ჩართო, მაგრამ შეხვედრა ისევ დარტყმების სულას დაუბრუნდა. ეს ორთა ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ საჯებიც გაიყვნენ გადაწყვეტილებაში და დრიკუს დუპლესის მიუსაჯეს გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით. ქამრის მოპოვების შემდეგ დრიკუსმა გამოიწვია შეხვედრაზე თავისი ნათესავი აფრიკელი ადესანია. Hey, tonight, but Israel Adesanya, get your ass back in the UFC so we can settle the score. Time! 2024 წლის 18 აგვისტოს დრიკუს დუპლესი შეხვდა ტიტულის დაცვით ისრაელ ადესანიას. ადესანიას უმაგრესი ისტორია აქვს, ამიტომ მასზე მომავალში ვიდეოს გავაკეთებ და იქ უფრო კარგად გაგაცნობთ მას. იქამდე კი შევხედოთ ამ ისტორიულ ორთა ბრძოლას. პირველ რაუნდში დიდათ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდარა. მებრძოლები პერიოდულად ფეთქდებოდნენ, სწავლობდნენ ერთმანეთს და ეძებდნენ კომფორტულ ტემპს და დისტანციას. მეორე რაუნდი შედარებით აქტიური იყო. დრიკუსმა გადაიყვანა ადესანია მიწაზე, სადაც რამოდენიმეჯერ ეცადა ოპონენტის დახჭობა, მაგრამ ისრაელმა მაინც მოახერხა ადგომა და დაიწყო მისი დისტანციიდან დაწყრივა. ერთი მომენტი ადესანიამ თითქოს დაანოგდა უნაკიდევას თავისი მეტოქე, მაგრამ დრიკუსი არ დაიბნა და შევარდა კლინჩი, სადაც რამოდენიმე წამში აღიდგინა ძალები და რაუნდის ბოლომდე არ უშვებდა იზის. ის ახერხებდა პერიოდულად აქტივობასაც. თუ პირველი ორი რაუნდი დრიკუსის შედარებით უკეთესი იყო, მესამე ბრძოლის მონაკვეთში ადესანია ბევრად აქტიური იყო. ამ რაუნდის ბოლომდე დუპლესი იძულებული იყო ყოფილიყო თავდაცვაში. იზი ძალიან კარგად მუშაობდა დისტანციაზე და უდაოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს ბრძოლის ეპიზოდი. Switching constantly able to land on the counter. Nice left hook. 3. Voice there by Duplessis. Nice effort. It's so amazing to watch two completely different styles. Championship rounds forthcoming. მეოთხე რაუნდში ადესანიამ გააგრძელა თავისი დომინაცია. ის დგომში ბევრად უკეთესი იყო, ცხრილავდა დუპლესის დისტანციაზე და გარშემო ყველა იყო დარწმუნებული, რომ იზი ამ შეხვედრას მოიგებს. მაგრამ უკვე კარგად ნაცემა დრიკუსმა მესამე წუთის ბოლოს თავის ქაოტურად გაქნეული ხელები მოარტყა იზის და მიყვა მას ბოლომდე, სანამ არ აღმოჩნდა მის ზურგზე. აქ კი უკვე ტექნიკის ამბავი იყო და დუპლესიმ თავისი აფრიკელი ძმა დაახრჩო, რითიც დაიცვა თავისი ტიტული და მეორეჯერ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ის არის საუკეთესო მებრძოლი ამ წონით კატეგორიაში. But as you start to get a little more fatigue, it's a little harder to do. Sit in, gets both hooks in and finishes the fight. That is დრიკუსი გახდა ჩემპიონი და წარმატებულადაც ქამარიც დაიცვა და აი ჩიმაევი უშედეგოდ ელოდებოდა მასთან სატიტულო ბრძოლას და მას პრინციპში ეკუთვნოდა ეს ყველაფერი, მაგრამ UFC-ის ბოსები ესე არ ფიქრობდნენ და ჩიმაევს ახვედრებენ რობერტ ვიტიკერს. ვიტიკერი და ჩიმაევი ერთმანეთს 2024 წლის 26 ოქტომბერს შეხვდნენ. ყველას გვახსოვს ავსტრალიას დუპლესისთანაც აქვს ნაბრძოლი, ამიტომ ამ შეხვედრაში შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ბორზი და დუპლესი. დრიკუსმა ვიტიკერი მეორე რაუნდში დაანოკაუტა, ხამზად ჩიმაევმა კი ზუსტად 3 წუთში მახრჩობელის დროს კბილების ქვედა ნაწილი მოტეხა ავსტრალიას და მოიპოვა გამარჯვება.
თუ შევადარებთ მებრძოლებს ვინ როგორ მოუგო ვიტეკერს, დიდი ალბათობით აქედან გამომდინარე ჩიმაევი ამ ბრძოლას მოიგებს და ბუკმეკერებთან ის ფავორიტიც არის, მაგრამ ყოველთვის ეს შედარება არ მუშაობს. აი მაგალითად კევინ ჰოლანდმა ჰერნანდესი 39 წამში გათიშა. რომან დოლიძემ კიდევ პირველ რაუნდში კევინ ჰოლანდი ისეთ დღეში ჩააგდო, აი მოკლედ გაანადგურა, მაგრამ ჰერნანდესი და დოლიძე რო შეხვდნენ, ყველა უნახეთ რა როგორ დომინირებდა ჰერნანდესი, მოკლედ გაანადგურა დოლიძე. ამიტომ ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, ვინ როგორ ემზადებოდა, ვინ რისთვის ემზადებოდა. შეიძლება მაგალითად დოლიძე ემზადებოდა იმისათვის, რომ ეჭიდავა ძირითადად და ესე იყო, მაგრამ ჰერნანდესმა მოულოდნელად დაიწყო დგომში უფრო ჩხუბი. ასევე, რა ვიცი, მებრძოლები იზრდებიან, რაც უფრო მეტი დრო გადის, ბევრი მებრძოლი იზრდება. აი მაგალითად მერაბ დუალიშვილი ყოველ წელს და ყოველ დღე უფრო მხეცი ხდება და უფრო გამძლე და მაგარი ხდება. არ გადავარდი შეჩემისა. მოკლედ ვიტეკერის მერე ჩიმაევი კიდე ელოდა სატიტულო ბრძოლას, მაგრამ UFC-ის ბოსებმა არ შეახვედრეს, ხო მას? არ შეახვედრეს, ხო. აიღეს და დრიკუს სარევანშო ბრძოლა ჩაუნიშნეს შონ სტრიკლენდთან. 2025 წლის 9 თებერვალს ეს სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სატიტულო ბრძოლაში. ეს შეხვედრა გაგრძელდა 5 რაუნდს. თუ დრიკუსმა წინა ბრძოლამ საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო, აქ ის ბევრად უკეთესი იყო და მოიგო შეხვედრამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. თითქმის 5-ვე რაუნდი სპორტსმენებმა დგომში ჩეხაობით გაატარეს. სტრიკლენდი 5-ვე რაუნდი მუშაობდა ჯებებით და აინტერესებდა მხოლოდ თავისი მეტოქის სახე. დუპლესი კი ამ შეხვედრაში ბევრად უკეთესი იყო და ბოლო რაუნდში შონს ცხვირიც კი გაუტეხა. ეს არ იყო ძალიან ეფექტური და ლამაზი ბრძოლა, თუმცა დუპლესიმ დაიცვა კამარი გარანტირებულად და კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. Almost like he was trying to set it. That's what Eric would have wanted more of. დაიდადგა დღე, რომელსაც ყველა ასე ველოდით, ეს წლის ბრძოლა არის, მთელი მსოფლიო ელოდებოდა ამ ჩხუბს და დრიკუსი მაგ მომენტისათვის, აი ამ მომენტისათვის 9-ზე გამარჯვებით მოდის და მან მოიპოვა ტიტული და ორჯერ მოასწვა ამ ტიტულის დაცვა. ჰამზა ჩიმაევმა კი 8-ზე ბრძოლა მოიგო, მას ტიტულის დაცვა და სატიტულო ბრძოლები არასდროს არ ქონია, მეტიც მას 5 რაუნდიანი ბრძოლებიც არ ქონია, საინტერესო არის რა მოხდება და მოდით გავიგოთ ცნობადი მებრძოლების პროგნოზები. ელოდები ამ ბრძოლას. რა თქმა უნდა ველოდები, ვიღაცას გულშემატკივრობ მოგატყუებთ. მინდა ბიჭებმა ლამაზი ჩხუბი აჩვენონ MMA-ის ფანებს. იმედი მაქვს ორივეს ეკნებათ შტამპეჭდავი კარიერა UFC-ში. ფავორიტის დასახელება თუ შეგიძლია? არა, ფავორიტს ვერ გამოვარჩევ. ამ ბრძოლას მე უყურებ როგორც ამ სპორტის გულშემატკივარი და ეგ აიმარჯოს ძლიერმა. ხამზადი ნამდვილი ცხოველია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ დუპლესი ძალიან უცნაური და ჯიუტია. ასევე ის ძალიან ძლიერია და ამ ყველაფერმა ის გახადა ჩემპიონი. დრიკუზე გამარჯვება თუ გინდა შენის უნდა გათიშო, სხვანაირად ამ ტიპს ვერ გააჩერებ. ყველა კარგი მოჭიდავე წარმატებას აღწევს. ჩიმაევი კი ტოპ მოჭიდავია, ამიტომაც ის ტიტულამდე მივიდა. მას შეუძლია დრიკუსის მიწაზე გადაყვანა და სერიოზულად დაზიანება. თუმცა დუპლესი ბევრად გამოცდილია UFC-ში. ვგულისხმობ იმას, რომ დრიკუსი იბრძოდა საუკეთესოებთან 5 რაუნდს, ასე რომ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობის ხალხი ვინცთვის რომ ხამზატის მინუსი არის კარდიო, ისინი ცდებიან. თუ ის არ იქნება ძალიან აგრესიული და არ გაგიჟდება პირველ რაუნდში, ფიქრობის ჩვეულებრივად გახდება ჩემპიონი. მგონი ორივე სერიოზული მებრძოლია. დუპლესის არაფასებენ ხოლმე სათანადოდ, მაგრამ ის გამოდის და კარგად აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ ხამზატი რა დღეში ჩააგდო ვიტეკერი, ნახეთ? ამიტომ მგონია ის მოიგებს, მაგრამ არც ის გამიკვირდება თუ დუპლესი გამარჯვებული გამოვა ამ შერკინებიდან. პირადად მე ვთვლი, რომ ამ მომენტში ყველაზე საინტერესო მებრძოლი არის დუპლესი, რადგან კაცი შვილმა არ იცის რას მოიმოქმედებს ის ოქტაგონში. ზოგადად, როდესაც ზღვის ბრძოლებს უყურებ, შემიძლია ვივარაუდო, ვინ როგორი მუშაობს მომდევნო რაუნდებში. დუპლესი კი ყველა რაუნდში განსხვავებულია. ძალიან ველოდები ამ შერკინებას და კი, ხამზაც აქვს შანსი მოიგოს. მით უმეტეს იმის მერე, რაც ვიტეკერი გაანადგურა. მგონი ზუსტ პროგნოზს ამ ცხოველებზე ვერავინ გააკეთებს. ჩიმაევი ველური ცხოველია, მას არ ჭირდება გადაწყვეტილებებით გამარჯვება, ის ოქტაგონში ფინიშისთვის შედის და დუპლესისთანაც ბორზე იგივე განწყობაზე იქნება. ზუსტად ამის გამო მე მას დიდ პატივს ვცემ. გავიმეორებ, ის ნამდვილი ველური ცხოველია. მართალია მე მინდოდა მაგ მახინჯის დაფინიშება, მაგრამ მგონია მას პირველი ჩიმაევი იზავს. ვფიქრობ დუპლესი უფრო ძლიერია, მაგრამ ის ვერ გაუძლებს ხამზატის პრესინგს პირველ რაუნდში, თუმცა თუ ჩეჩენი მესამე რაუნდამდე მივიდა, იქ მას დაერხა.
ჩვენ არ გვინახია დუპლესი ხამზატის ნაერ ტიპთან ბრძოლაში. ჩიმაევი ამ სპორტის მწვერვალზეა. ის ტეიქდაუნში 5 მეტრიანი მანძილიდან ხდება. ის ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ ჩიმაევი ვერ გახდება ჩემპიონი. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ დუპლესი სურპრიზებით სავსე მებრძოლია. ორივეს გამარჯვების შანსები აქვს. ვიტყოდი რომ 50-50-ზე. დუპლესი ძალიან მაგრად გამოიყურება. ის ამ დივიზიონში ყველასათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. იმის მიუხედავად რომ მე მჯერა ხამზატის ჭიდაობის და მსადების, ფულს მაინც დრიკუზე დავდებდი. დრიკუსი ძლიერია, თავისებური კიკბოქსინგი აქვს. პირადად მე ხამზატს ურჩევდი ბრძოლას დგომში. აი სუფთა კრივში მიუშვი. ჩიმაევი უკეთესია. აქ ისეთი მომენტია, თავიდან თუ ის დაიხარჯა, მერე მას წინ საჩემპიონო რაუნდები აქვს საბრძოლო. ხამზატი კი არ ყოფილა საჩემპიონო რაუნდებში. ვფიქრობ ხამზატი დუპლესისას და სტრიკლენსას უპრობლემოდ გადაიყვანს და გაიმარჯვებს. დღემდე ვერ ხვდები როგორ ასრულებს ჩიმაევი ტეიქდაუნს. ეს სრული სიგიჟია. როგორ უნდა გააჩერო ის? ალბათ გადაახტე. გონი ჩიმაევს აქვს უნარი დაამარცხოს ნებისმიერი მებრძოლი, თუმცა მინუსიც აქვს გამძლეობაში. საჩემპიონო რაუნდებში შეიძლება პრობლემები შეექმნას. გონი ჩიმაევი მას პირველივე რაუნდში დაასაბმითებს. თვითონ ხამზატ ჩიმაევი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლას ის მოიგებს და გახდება ჩემპიონი. მენტალურად ის მართლა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში არის და ინტერვიუში დაგვასპოილერა, რომ ამ გამარჯვების მერე ის აპირებს 77 კილოგრამში ჩააკითხოს ისლამ მახაჩევს და მადალენას შორის გამარჯვებულს და იქაც უნდა გამრიცაღება. ასევე მაგის მერე აპირებს 93 კილოგრამში ასვლა, სადაც ანკალაევია ჩემპიონი და იქ მესამე კამარიც უნდა რომ წამოიღოს. საკითხავია ის, რომ გამოუვა მას ეს თუ არა. რა შეგვიძლია ვთქვათ სტრაიკინგზე? დუპლესი დგომში შეიძლება ვიზუალურად გამოიყურება მოუხერხებლად, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ის სამოყვარულო კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონია და შეიძლება მახინჯურად, მაგრამ ეფექტურად ხმარობს ფეხებსაც და ხელებსაც. კი, დგომში დაცვაში აქვს მინუსები, მას ხშირად ხვდება და ის ვერ იცავს დარტყმებისგან თავს, თუმცა სამაგიეროდ შეუძლია დამაზიანებლად კონტრში გაისროლოს და ასევე მაგრად უძლებს დარტყმებს. მას ბეტონის ყბა აქვს. რაც შეეხება ჩიმაევს, მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ის UFC-მდე იგებდა ბრძოლებს ნოკაუტებით. ასევე კარგად იყენებს ჯებს, ფეხებსაც კარგად ხმარობს, მაგრამ დუპლესის ვერ შეედრება. ხამზატი დგომში მაშინ არის საშიში, როდესაც ხედავს ოპონენტს, რომელსაც ეშინია მისი ტეიქდაუნის და მთელი ყურადღება ჭიდაობაზე აქვს გადართული. სწორედ ამ დროს მას შეუძლია დაანოკაუტოს მეტოქე. ასეთი რამ ჩვენ ვნახეთ ჯერალდ მირშართან, როდესაც ბორზმა მე-17 წამზე დაინახა პატარა ფანჯარა და გაისროლა. მაგრამ დუპლესისთან გამოუვა მას ეს ამბავი, შეეშინდება მას ჩიმაევის ჭიდაობის და დაივიწყებს დგომში დაცვას. საკითხავია. აქედან გამომდინარე დგომში პირადად მე ვთვლი დრიკუს მეტი უპირატესობა აქვს განსაკუთრებულად თუ ჩიმაევი დაიღლება. ესეთი რამ ჩვენ ვნახეთ ბრონსთან ბრძოლაში. თუმცა მის მერე მზადებაში ბორზმა დიდი დრო დაუთმო გამძლეობის გაუმჯობესებას. რა შეგვიძლია ვთქვათ ჭიდაობაზე და პარტერზე? დრიკუსი ძალიან კარგად იცავს თავს ტეიქდაუნებისგან და ეს ფაქტია. თუმცა კარგ მოჭიდავეს შეუძლია მიწაზე მისი გადაყვანა, მაგრამ იქ კონტროლი შეუძლებელია. ის ყოველთვის ზრება თავისი ფიზიკური ძალის მეშვეობით. ასევე აფრიკელი ხშირად იყენებს კლინჩს ზოგჯერ დასვენების მიზნით, ზოგჯერ ოპონენტის დაზიანების. პარტერში დრიკუსი ძალიან საშიშია, რატომღაც ბევრი მას სტრაიკერად აღიქვავს და ეს მცდარი მოსაზრებაა. რომ გადავხედოთ მის ბრძოლებს, მან უმეტესობა შეხვედრა საბმიშენით მოიგო. ხშირად ის აღჭობს თავის მეტოქეებს, როდესაც ხედავს დაღლას. ასევე არ დავივიწყოთ, რომ DDP-მ ერთ დღეში 7 გრეისის მებრძოლი დაასაბმითა ტურნირზე. გრეისის სკოლა კი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაწესებულებაა, სადაც ამზადებენ ნამდვილ ჯიუ-ჯიტსუს ოსტატებს. აქედან გამომდინარე, დუპლესის ნამდვილად საჩემპიონო პარტერი და ჭიდაობა აქვს. რაც შეეხება ჩიმაევს, პარტერი და ჭიდაობა ეს მისი სამყაროა. ამ სფეროში ის ნამდვილი მეფე არის მთელს ორგანიზაციაში, განსაკუთრებულად ბრძოლის საწყის რაუნდებში. ბორს ისე სწრაფად შეუძლია შეასრულოს გდება, რომ ხშირად მისი მეტოქეები ვერ ხვდებიან რა მოხდა. ის ტეიქდაუნს იწყებს შორიდან და თითქმის ყოველთვის მიყავს საქმე ბოლომდე. ასევე გდებებისგან ის თავს ისე იცავს, რომ მისი გადაყვანა თითქმის წარმოუდგენელია. ჩიმაევი ამ ყველაფერთან ერთად უკონკურენტოა საბმიშენებში და გრანდ ენდ პაუნდში. ის ისე იხარჯება თავიდანვე ოქტაგონში, რომ თითქმის არავის უტოვებს შანსებს. ამიტომ თუ დრიკუსი შედარებით უკეთესია მასზე დგომში, მიწაზე ჩიმაევი მას ჯობნის ორი თავით, განსაკუთრებულად პირველ ორ რაუნდში. ეხლა კი ვისაუბროთ გამძლეობაზე. ზოგადად ყველა აღნიშნავს, რომ ჩიმაევი ვარჯიშზე ყველაზე მაგრად იხარჯება და არ ზოგავს თავს. ის ხშირად ამდენი ვარჯიშისგან აღდგენას ვერ ასწრებს და ამიტომ მისი იმუნიტეტი დასუსტებულია. ჯანმრთელობასთან პრობლემები მას ხშირად აწუხებს. კოვიდის დროს ყველა ვიცით, რომ მან ფილტვები დაიზიანა და აქედან გამომდინარე ბევრი თვლის, რომ მისი კარდიო სუსტია. ასევე არავის უნახია ბორზის საჩემპიონო რაუნდებში. არავინ იცის, როგორი იქნება
იქნება ჩეჩენი მებრძოლი მეოთხე, მეხუთე რაუნდებში. თუმცა დრიკუსთან ბრძოლის წინ მზადებაში ჩიმაევმა ბევრი რამ შეცვალა ვარჯიშებში. გამძლეობაში მან ახალი მწვრთნელი აიყვანა და დაამატა თანამედროვე მედიცინა. ყოველ დღე ყველა ვარჯიშის დაწყებამდე მას სპეციალური აპარატით ამოწმებენ. თუ კომპიუტერი აჩვენებს, რომ ორგანიზმი ვერ აღდგა, ბორზე არ ვარჯიშობს, იკრებს ძალებს და მერე უბრუნდება მზადებას. ამიტომ ვფიქრობ ამ ბრძოლაზე ჩვენ სულ სხვა ბორს ვნახავთ, რომელსაც შეუძლია 5-ვე რაუნდი ბოლომდე მიიყვანოს. დრიკუს კი ჯანმრთელობასთან და გამძლეობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ის საქონელივით განცდეთ და ძლიერი ფერმერია, რომელიც მზად არის 5-ვე რაუნდი იჭიდაოს, იჩეხაოს და რაც თავარია ეს ყველაფერი ერთ ტემპში. მოკლედ როგორც იწყებს, ისე ამთავრებს, რაც არ შეგვიძლია ვთქვათ იგივე ჩიმაევზე. ამიტომ გამძლეობის ასპექტში უპირატესობა აფრიკელის მხარეს არის. რაც შეეხება მენტალურ მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მებრძოლს მაგარი ხასიათი და განწყობა აქვს. მარტო იმას რომ შევხედოთ დრიკუსმა რა დღეში ჩააგდო ადესანია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მენტალურად არის ძალიან მდგრადი და შეუძლია ნებისმიერი გაანადგუროს ფსიქოლოგიურად. აი მაგალითად სტრიკლენდი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ სტრიკლენდი ტრიბუნებიდან გადახტა და დასხო დუპლესის და ადესანია ხო საერთოდ ატირა სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით. თუმცა ვფიქრობ, რომ ბორზი მენტალურად უფრო ძლიერია. მას შეუძლია პრესკონფერენცია ჩხუბით ჩაშალოს ისეთ განგსტერთან, როგორიც არის ნეით დიაზე. ის ლამაზად საუბრობს და ძალიან მწარედ იკმინება სიტყვებით. ასევე ყველაზე მთავარი ფაქტორი ამ ყველაფერში ის არის დუპლესიზე ბევრად მშიერი. და როგორც შედეგი ანალიტიკა თანაბარი გამოგვივიდა. დრიკუსი უკეთესი არის დგომში, ბრძოლაში და ასევე გამძლეობაში. ხამზად ჩიმაევი კიდევ პარტერში და ჭიდაობაში უკონკურენტოა და ვფიქრობ, რომ ცოტათი უფრო მენტალურად კარგ მდგომარეობაშია. იმედია ყველაფერი გასაგებენაზე აგიხსენეთ და რას ვფიქრობ მე? კი ბატონო, გეტყვით, მეც ყველასავით უმრავლესობასავით ვფიქრობ, რომ უფრო ბორზი მოიგებს პირველ-მეორე რაუნდში ფინიშით. მაგრამ თუ პირველ-მეორე რაუნდს აცდა, იქ უკვე დიდი ალბათობაა, რომ დრიკუს დუპლესიმ აი დალეწოს, დაღალოს და დააგდოს ჩეჩენი მებრძოლი. ამიტომ ან პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში იგებს ბორს ჩიმაევი, ან თუ გასცდა მეორე რაუნდს იგებს დრიკუს დუპლესი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩიმაევმა ძალიან დიდი დრო დაუთმო გამძლეობაზე მუშაობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინახია ჩიმაევი ამ მზადების მერე როგორ იქცევა რინგზე და მით უმეტეს 5 რაუნდიან ბრძოლაში არ გვინახია. თუ ჩიმაევმა თავისი გამძლეობა მართლა მოიმატა და ის არ დაიღლება 5 რაუნდის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ამ წონაშიც ჩემპიონი გახდება. 77 მეჩიც ჩავა, იქაც გახდება ჩემპიონი და 93-ში წამოვა და იქაც გაანადგურებს უყველას. რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალი ჩემპიონი გვეყოლება. თან ძალიან მაგრად მაინტერესებს ჩიმაევის ლაშქრობა ჯერ 77 კილოგრამში და მერე 93 კილოგრამში. ძალიან საინტერესო ამბები გველის წინ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. აუცილებლად დაწერეთ თქვენი პროგნოზი ამ ისტორიულ ბრძოლაზე. ნახეთ უეჭველი ჩიმაევის ვიდეოც და დუპლესის დოკუმენტური ფილმიც. მე კიდევ ამით გემშვიდობებით. მოკლედ მუშზე დამიდე შენი ფეხი. ჩიმაევი მოიგებს თუ დუპლესი? მარჯვენა არის ჩიმაევი, მარცხენა არის დუპლესი. შეგენაცვალე. ჩიმაევი მოიგებს. გადაწყვეტილია.